სირაბიყიდე. სიყურადღება. ცადე. ფეხბურთს აყურებ არა. კარგი ხარა. ამ 22 კაცს აღარ ჯობივა რა? ჯობი ხარ კი. ბინი გებს? ნუ კარგი, მაშინ ჩვენ მისკენ ვართ. უყურე. Mas Სეგი ღვიძლში ცვლილებებია, თქვენი ბიოქიმიაც არ მომწონს, თქვენი ღვინის დალევა აღარ შეიძლება. რა პრობლემაა ექიმ? თქვენი ღვინო დავლია? ჩვენი მეზობელი რო არის თემუკა. უგური მეოჯახია. იცი როგორ უყვარს ცოლი? ხო. თურმე მშობიარობასაც დაესწრო. ხო არა. კარგი იქნებოდა ჩასახვასაც რო დასწრებოდა. ნახე, უყურე, აი ახლა გადმოხდება. არა გაძრა. როგორ არა გადმოხდება, ნახე. არა შანსი არ არის რატომ? დაგეძლაო. მოდი. რესტორანი. მოსულ. უყურე. ნახე. ვახშენი გადმოხდა ბიჭო. აბარა მე ვიცოდი რომ გადმოხდებოდა. ნანახი მქონდა, მაგითო დაგეძლაო. არა ბიჭო, ნანახი მე მქონდა არა. რა ვიცოდი კიდე თუ გადმოხდებოდა. ტუჩებში ატო გამკურსები. დედამით რა. ბიჭ პირველივე შეხვედრას არ აკოცო. საშინელება. შენი ქმარიც ეწევა? მარტო სექსის მერე. არა და რა ცუდია ჯანმრთელობისთვის? ხომ არა, ეხა თვეში 1-2 ღერი რას უზომს? დღეს უკვე შეგეძლებათ თქვენი ახლობლების ნახვა. ой, პალატაში გადავდივარ ექიმო. კი მაგრამ რო არც ერთი ახლობელი არ გვყავს. ყველანი დახოცილები არიან. ხოდა მაგიტომ გეუბნებით. დღეს ნახავთ. ალო, სახანძროა. იცით ხანძარია ჩემთან სახლში და რაც შეიძლება მალე მოხვიდეთ იქნებ. დიახ, მარტო ვარ სახლში და ვერ გამოვდივარ. დიახ. სულ მარტო. დიახ, იქნებ მალე მოხვიდეთ. იქნებ ჩამიქროთ ხანძარი. დიახ, თქვენი დახმარება მჭირდება. გაიგე? რა? ზურას ცოლი უცემია. იო, რატო? ვიღაც უცხო კაცთან უნახავს ლოგინში.
აქამდე რა ნაცნობებთან ნახულობდა? ვისული, შავი სული, თეთრი სული, შავი კატა, შავი ვერძი, შავი ერთვის. ხო არ გეშინია? ცოტა. ცოცხალი რო ვიყავი მეც მეშინოდა. ერთი მაწონი, ორი ბრინჯი და ერთი მაკარონი. ფული? ხო, ფული. როზე ფული. როზე. რაზომა გაქვს? 48. 48? ამ ხელა ფეხი რამ გაგიზრდა? რავი, ბავშვი სულ ფეხშველი დავდიოდი, სულ. მაგრად მიყვარდა ფეხშველი სიარული. მე ფეხში შვილ სიარულს უტრუსიკოდ გერბინა ჯობდა. გასაგებია რომ სამსახურის დაწყება გინდათ, მაგრამ ჩვენთან ინგლისურის და კომპიუტერის ცოდნა აუცილებელია და თქვენთან. კი, მაგრამ მეგრული და კალკულატორი არ წავა? ალო, კეთი, მადლობა, გეყოფათ, იცი, აზრი არა აქვს. მაინც დაიძინა. კეთი, გესმის? კეთი? არი ნერვები, ნუ გეშინე, ვიც პირველია რთულია, მაგრამ ყველაფერი კარგად ჩაივლის. ეს უკე ხო. კარგი. ვიცი რომ ყველაფერი განერვიულებს პირველია, მაგრამ თავარი არ ნერვია, ყველაფერი კარგად იქნება. ღრმად ისუნთქე. მოდი. აბა, ყურადღებით. ნელია სუბტაძიშის ჩემაცოლმა მაჭუკა დაბადების დღეს. შენ რა ქენი იყიდე? არა, მე კატა ვიყიდე. კატა? ჩეინჩი იმ დღეს რა დავემართა? ცოლს კინაღამ საყვარლის სახელი დაუძახა. და მე ამდენი და კატა ვიყიდე რა. და კატას დავარქვი საყვარლის სახელი მციალა. ნუ ეხა თუ ამერია და რაღაცა, ნუ ვითომ კატის სახელია რა და კატის სახელში ამერია და ეგ არის. კარგად მოგიფიქრები. შენ ძაღლს რა ქვია? ჩემაცოლმა დაარქვა კოტე. კოტე. საყვარელო გინდა ამ საღამოს ის გავაკეთოთ
რისი გაკეთებაც არ შეიძლება. ვაიმე, მულზე გავყოთ. ჭამა უკვე? დიახ, აღარ ტირის, წაიყვანეთ თუ შეიძლება. ზუზუ თავისუფალია. აი, შვენიერი პარაშუტი. ხო, სათადარიგო პარაშუტის მოყვება, ხო? სათადარიგო არ მოყვება. რომ არ გაიხსნას. არა, პრობლემა. მოგვიტანეთ და გამოგიცვლით. გამოგიცვლით. ხო, არის. მადლობა. ბიჭო, რა ვინერვიულე რა, აქ არ ვიყავი და ბოდიში ვერ მოვედი. დავიგე რომ სიდედრი გარდა გეცვალა რა. დრითი დაიხო. ბანანს ჭამდა და კურკა გადაცდა. აუ. აბა. აწყარი. ვიცი, ბანანში კურკას რა უნდა? მე ჩაუტენი რა. საყვარელო. ხო. რაღაც მინდა გითხრა. აბა, რა ხდება? მალე სამნი ვიქნები. ვაიმე რა მაგარია. ვაიმე როგორ გამეხარდა, ვაიმე რა მაგარია. რა კარგია რომ ესე გიხარია დედა ჩემის გადმოსვლა. თქვენთვის კარგი ამბავი მაქვს. მართლა ექიმო. ამ ვირუსს თქვენ სახელს დავარქმევთ. გამარჯობათ. აქ მანქანის გაჩერება არ შეიძლება. თქვენი საბუთები თუ შეიძლება. არა მაქვს საბუთი. მაშინ მანქანის საჯარიმოზე გადაყვანა მოგვიწევს. რათა იყვანეთ, მე სხვა მანქანას მივეყუდები. პატარა ძალიან მინდიხარ. ვეღარ ვითმე. კარგი გასწრიფულია ხალხი დაგვინახავს. აი, ვერავერ დაგვინახავს. წამ. მოითმინა რა კარგი რა გჭირს. რა ვქნა, ვერ ვითმე, არ შემიძლია, ვერ ვითმე. ძალიან მინდიხარ. ხო შევთანხმდით, რომ ქორწილის მერე ვარ რა? კარგი, ვიცი მე შენი ქორწილის მერე. მერე შენი ქმარი არ გამოგიშვეს. რა ღირს ეს მანქანა? 38,000. აუ. და აის ჯიპი? აის ჯიპი? აუ. გამარჯობათ, ლეიტენანტი აფხაზა ვარ. ძალიან სწრაფად მოდიოდით. თქვენი საბუთები თუ შეიძლება. ლექციაზე მაბიანდებოდა რა და? რა ლექციაზე, კაცო, 5-3 საათია ეს ლაპარაკი.
ხო და ზუსტად ღამის 3 საათზე მიკითხავენ ლექციას, ჩემი ცოლი და სიდედრის აღთვი რომ მივიდი. ჩემო სიცოცხლე, მოვედი. რა იყო, რა ხდება? გამშვიდობა, ჰა? რა იყო? კატლეტი გაგიკეთე. ხო. და კატამ შეჭამა. კარგი რა. მე რა არის, არა უშავს. სხვა კატას გიყიდი. გიდგენია გოგო, ჩვენ გვარ სათევზაო მოწყობილობა ვაჩუქე და ეს მკითხა ეს რა არისო? ტობა ვერ მიხვდა. ხო, ვერ მიხვდა. არა და ყოველ შაბათ-კვირას სათევზაო დადიოდა. არ ხასიათზეა, შეგიძლიათ შევწამდეთ. აი ამ მოდელს შემოგთავაზებთ, შესანიშნავი მონაცემები აქვს. კი ბატონო, აი ეს მოდელი კი ნამდვილად უფრო სპორტულია, უფრო დახვეწილი და უფრო მოქნილი. არა? აი ეს მოდელი კი ნამდვილად თქვენთვის არის ზედგამოჭრილი. ძალიან კარგია ქალაქში, ასევე ქალაქგარეთ. და მონაცემები 90-60-90. ძალიან მორჩილია. ძალიან დამყოლი. მერცმუნე ძალიან დიდ კომფორტში. აი ეს მომწონს. სორი ერთშოვანია. მოკლედ ყველაფერი წესრიგშია, ყველაფერი გეგმაზომიერად მიდის. ამიტომ სანერვიულო არაფერი არ არის, ყველაფერი კარგად იქნება. ბავშვის მამა დაესწრება მშობიარობას. არა, იცით, ჩემს ქმართან არის ნაჩხუბარი. შეიძლება რომ ევა დაგიცა, ხო? რატო? იმიტომ რომ პირველი ხარ. კარგი. და მე შეიძლება ბოინგი დაგიცა, ხო? ბოინგი? კი, დამიძახე. და რატო? იმიტომ რომ 757 ხარ. და ლეკვირა ხნისაა ქალბატონო. სამითვის. არ არის პრობლემა დედასთან თუ არის და რძეზე თუ ყავთ, არანაირი პრობლემა არ არის. კარგით. ისმენთ? ეკიბო. Ja. თქვენ რომ წამალი გამოუწერეთ ჩემ ბუხას. ძალიან მოუხდა. ყველა ძროხა მაკეთ არის. იქნებ კიდე გამომიწეროთ რა. კი ბატონო, ძალიან სასიამოვნოა რომ მოუხდა, მაგრამ რომელი წამალი გამოუწერე არ მახსოვს. სახელი არც მე მახსოვს, მაგრამ მარწყვის გემო აქვს და ტკბილია ეკიბო. ასე. ზეგი
ჩემო ძვირფასო თანამოქალაქემო და ჩემო ძვირფასო თანამემამულემო. მე მინდა ატარა საეთერო დროში ჩავაქსოვო ის დიდი სიყვარული, რაც მე გამაჩნია თქვენს მიმართ და ის მეობა და სიყვარული, რაც თითოეულ თქვენთაგანს გაგაჩნია საქართველოს მიმართ. მოусმინოთ თავადას მოусმინოთ. საქართველოს აღარ ეყოლება პრეზიდენტი. აღარ ეყოლება პარლამენტი და ეყოლება თქვენს მიერ არჩეული თამადა. რომელიც თქვენს მიერ არჩეული თამადა ეყოლება, რომელიც მართავს ქვეყანას. მე კი არ მინდოდა თამადობა, მაგრამ აგერა ჩემმა ზახარიჩმა თქოვა და უარს მეთქოდი რა თქმა უნდა. ასე რომ ქვეყანას მართავს თამადა, რომელსაც მოადგილეები ეყოლება ყველა რეგიონში. ყველა რეგიონში ეყოლება მოადგილეები და რა თქმა უნდა ქვეყნის მმართველობა გადავა ქუთაისში მხოლოდ არა პარლამენტის შენობაში, არამედ გოგისვანიძეებში. დასასრულს მე მინდა მოგასმენინოთ ჩვენი პარტიის ჰიმნი. მოდით ბიჭებო, მოდით აბა, მოდით შემოდით. მოусმინოთ თამადას მოусმინოთ. ავარღვიეთ რამე? არა მგონია. გამარჯობათ, ლეიტენანტი აფხაზავა. თქვენი საფუთები თუ შეიძლება, თქვენ სიჩქარის გადაჭარბებით მოძრაობდით. მართლა? დიახ, აქ 60-ით არის დაშვებული, თქვენ კიდევ 120-ით მოძრაობდით. დაორნი რომ ვარ? მიხდება? გიხდება. ორჩი? წვერი რატო არ გაიპარსე? ესე მოდიხარ თეატრში? გავიპარსე. რა გაიპარსე? შე რომ ჩაცმა დაიწყე, მაშინ გავიპარსე, მაგრამ აი გამოდი. რა დაგემართათ? რატომ ყვირით? უკაცრავად ქალბატონო. ბოდიშ გიხდით. მთელი ცხოვრება გადაფალკაზე მუშაობდი და დღეს პირველად გამოვედი ტაქსის სამუშაოდ. ბოდიშ გიხდით. ეს ძალიან კომფორტული მოდელია. 2-დან 0 ტურბოს ზრავით და 170 ცხენის ძალით. შეიძლება საჭესთან რა დავძანოთ? თქმა უნდა. ოღონდ თქვენ მეორე მანქანის საჭესთან დავძანოთ თუ შეიძლება? მე? დიახ, დავძანოთ თუ შეიძლება. კი ბატონო. მადლობთ. ქალო, როგორ დადიხარ? ვინ მოგცა მართვის მოწმობა? რა გინდა საერთოდ რატო დადიხარ ასე შენი? კარგია. ამას ვიყიდე. კარგია. საცობს ქნი ბიჭო გამოიწიადე. უკაცრავად გოგონი, საიდანაც მეცნობით შევხვედრილვათ ერთმანეთს? კი. სად? ვენდის პანსერში. ბოდიში ექიმო? ორსულად ვარ. რა? აუ რა მაგარია. სახელი შეარჩიე? არა, რა დროს სახელია? ჯერ მამა არ შემირჩევია. ეს დედა მათი დედა
რა გადაგე ფული მომპარეს ბიჭო. ჯიბიდან მომაცალეს ახლა. დედა მათი. დედა მო. ხელები რატო გაქეგები? საზამთროც მომპარეს ამ ბიჭო. საზამთრო როგორ მომპარეს ბიჭო? გათავისუფლებული ხარ სამსახურიდან. მაგრამ მე ხომ მე არასდროს არ დამეგვიანია სამსახურში. ყველა თქვენ დავალებას პირნათლად ვასრულებ. მე მტვერი გადაწმინდე ჩემი მაგიდიდან? დიახ, რა თქმა უნდა გადავწმინდე. ხო და იქ მთელი ჩემი კომპანიის ანგარიშები მეწერა. შენ და სექსის დროს ქმარს ელაპარაკები ხოლმე? არა. მობილურ საერთოდ თიშალ ხოლმე. რა ვიფიქრე ახლა იცი? შენ მოქმარმა რო გაიგოს. ვერ გაიგებს. დრო გაიგოს. ვერ გაიგებს. გავიგე რომ ვერ გაიგებს, მაგრამ თქვა და გაიგო. არა, ჩემო ქმარმა საიდან უნდა გაიგოს? მე ვერაფერი ვერ გავიგე. არ ვიცი მოკლედ რა, არ ვიცი აი ესე მუშაობა როგორ შეიძლება, არ შეიძლება ასე გაგრძელება. კი ბატონო. მაშინ ჩემი ფეხი აქ აღარ იქნება. არც აქ. არც აქ. არც იქ. შენ ვოკალის ყურებას თავი დაანებე და სიმღერას უსმივე. მოკლედ ის რო არის ხო იცი? ელზა ამას წინათ მისულა თავის ქმარი და ერთი მაგრამ იუჟეჟია. არ გამაგიჟა. და მაგას მულაშულა ჩამოვიდა საბერძნეთში. მულზე მეგეთყვი. ხო ჩამოვიდა საბერძნეთიდან. ბინა მაგაზე ყოფილა და ბავშვებიანა გაუყრია სახლიდან ახლა სასამართლოში უჩივის. არ გადამოვა. შეიტანა უკვე არა. დისტრიბუტორი მოვიდა, კარინა მიხედე. ვაი, მოდი გენაცვალე. გამარჯობა. აბა? აიგებთ. აბა რას ვიზავთ? ზუსტად დღეს გვიმთავდებოდა. რამდენია? აი მოვაწერეთ ხელი. 10 ახალი ჭორია თბილისზე. რეგიონებზე მერე ვიხდება. აი გამომართით. ძველი ხო არ დაგჭათ რამე? არა, გინაცვალე, ძოლს ვინ დაგვიტოვებს? პრეზერვატივი მომეცით თუ შეიძლება. რომელი იქნება? ყველაზე იაფასიანი რომელიც არის ის. იაფასიანს ნოიყიდი. დამიჯე. რაღაცა მინდა გითხრა. ქმარს უღალატე. მართლა? ვისთან? გუგასთან. კარგი, არაუშავს. თუ სიყვარულით უღალატე არაუშავს. ხო, სიყვარულით უღალატე, სიყვარულით. აბა ეხა $100 რა ფულია?
გამარჯობათ. ანტიკურინი გააქვთ. იცით რა, სიგარეტზე თავის დანებება მინდა და კარგია თუ იცით. თქვენ ეწეოდით და თავი დაანებეთ? რამდენი ხანი ეწეოდით? 7 წელი? მომეცით რა თუ შეიძლება? მადლობთ. ესე იგი არა, ხო? არა. ძალიან კარგად მახსოვს, სანამ ცოლად მომიყვანდი, ბროლის კოშკებს მპირდებოდი. მართალია. ხო. ბროლის კოშკებს გპირდებოდი. მაგრამ სარეცხის მანქანაზე არასდროს არაფერი არ მithხოვს. კარგად მახსოვს. გამარჯობა ექიმო. იცით მე კარდიოლოგი ვარ. ვის ექიმო კარდიოლოგი რო ხართ? ხოდა მე გული მაწყობს. დიახ. და აი ყბა რატომ გაქვთ ახვეული? რა ვიცი ექიმო. მარტო ვარ სახში და რამე რომ მომივიდეს ყბას ვინ ამიხვევს. ეხლა რამე რომ არ მომივიდეს, ამიტომ მოგაკითხებთ. აინტერესებს რა მჭირს გულზე. გაუმარჯოს. გაუმარჯოს. მიდი რა მოზილე რა. ხელზე რა ქო? არა მჭირს, ვიტყვი. ჩემი მეზობელი როა, ხო იცი? დათო. დათო, როგორ არის? მე-4-ზე რო ცხოვრობ. რა? გუშინ მივიდა მთვრალი სახლში, ბიჭო. არა? შევიდა თუ არა? ეცა მისწოვს და მკერდში ჩაარტყა წიხლი, ბიჭო. რას ლაპარაკობ? ხელი რა შუაში? ვერ მოვასწარი გამოწევა, კაცო. გამარჯობათ. დაგიმარჯოთ. აბაბზანეთ. ექიმო, უძილობა მაწუხებს. გასაგებია. მოდით თავიდან მითხარით ძილში რაიმე ფაქტორი ხომ არ გიშლით ხელს? შუქი. შუქი? დიახ. და ჩააქრეთ მე ეს შუქი. მე ვთავ ექიმო, მაგრამ სხვები მინთებენ. სხვები? დიახ. ვინ სხვები? სხვა მძღოლები. როგორც კი ჩამეძინება ექიმო. სიგნალებით რო ვერ მაგვიძებენ, დანლებს მანანთებენ, ხოლმე ჩემი გზიდან გადადიო. არა და? ისეთი კარგი ძილი მაქვს ექიმო. იგუეთა რო ჩამეძინება, თუ არ გამაგვიძეს, რიკოთამდე ისე ჩავდივარ ვერ ვგებულა. ეს პრობლემა. შია. ვაჭამე რამე. გაჭამო. იცი რა საყვარელო, მაშინ მაგ ყველაფერს რაიმე ჯადოსნური სიტყვები დაამატე. ვაჭამე რამე, შენი დედა კი ვაჭამე. აბა გისმენთ. ექიმო. მართალია რომ ამბობენ რომ კაც თუ ცოლი ღალატობს რქები ამოსდისო? არა რა სისულელია ეს, უბრალოდ გამოთქმა ასეთი. თქვენ გაიხარეთ ექიმო. ძმენს არ ვიფიქრე კალციუმის დაკლებობა ხომ არა მაქვს მეთქი. დავარიგო? არ მინდა. რა იყო, რა გჭირს? სამსახურიდან გამომაგდეს. მართლა? რატო? რა ვიცი, ორი თვე არ ყოფილა და რა ვიცი.
დავამთავრე მენეჯმენტის და მარკეტინგის DHS-ის კურსები, ვფლობ ინგლისურს, გერმანულს, ფრანგულს და ესპანურს, ასევე მაქვს Fixman House-ის სერტიფიკატი და ერთი კვირის წინ ავიღე BMI-ის დიპლომი. გასაგებია. გასაგებია. ანკეტები. აი ეს არის. აი ეს შეავსეთ. თავარია ეგ ოთხმდა დააკმაყოფილოთ. ეგ უნდა შეავსეთ. მე მომწონს ეს. რა, მეც მომწონს, კარგია. შვენიერი არჩევანია, ძალიან მაგარი მანქანაა. ხო, მაგრამ ხო არ შეგვემოწმებია მაინც ჩვენ. რა, უნდა? შევამოწმოთ, კაცო, ჩვენი რა მიდის მაინც. კი ბატონო, არავითარი პრობლემა არა, შეამოწმეთ სადაც გინდათ, კი ბატონო. შევამოწმოთ. შევამოწმოთ, ბიჭო, აბა რა, მოდი აქ, მოდი, ასე. აგერ თავისუფლად დაეტევა. ოთხიგაც და ხუთი დაეტევა, კაცო. აქ შეხედე, დაკავებაროა. იქ აქ მოგროვდება ცხიმი, მერე შენ რო გიყვარს ხოლმე. ჩააწო პლანშინი. გადასარევია. აქეთ ხარეს დავსვამთ. აგერ შოთოვის. აუ რა სითამადებს. არაფრით არ გამომდის. მეგონა რომ გამომივიდოდა. ნუ ნერვიულობ. ასე ადვილი კი არ არის ეს. თავიდან არც არავის არ გამოსდის. ესეთი ადვილი რო იყოს მდივნობა, მაშინ ყველა შეძლებდა. მაგრამ შენ გამოკივა. აი ნახე. ეხლა ვიღებთ ამას. გადმოგოქვს აი აქ. შემდეგ შეხედე, აი ეს ხომ კაროლი ყავია. დიახ. კაროლ ყავს, გადმოვიდათ აი აქ. დიახ. აი ეს. ცადე. აი ეს. გამომივიდა. ოჩა. აი ეს. შენი. ეკიმო, იქნებ ნებსი ან გადასხმა გაგიკეთებინათ, ა? არა, გენაცვალე, ექიმა თქვა მორგშიო, მორგში უნდა წაგიყვანა. ალო, უკაცრავად. იცით რა მაინტერესებს? ეგვიპტეში 70 კილო ოქროს გატანა შეიძლება? არც ბრილიანტის? და არაფერი გამოვა? კარგით, მადლობთ. აი, ჩემო ოქრო, ჩემო ბრილიანტო. ვერ წაგიყვან მე შენ ამ ეგვიპტეში. არ შეიძლება. რა შეიძლება? დალე. არ ვიცი რა. ეღარ გავიგერა. დავლევ, ჩემი სიდედრი მეჭყურება. არ დავლევ, ჩემი სიდედრი ზაღლირება, ხო იცი? ხო. ფხიზელს ვერ ვცნობს და მკბეს, ბიჭო. ბიჭო. ზაღლი არის ადამიანის მეგობარი. საყვარელი არსება. ხო და დამისხი მაშინ. დასკვნები. ესე იგი, ელექტროობა არეული, მოკლე ჩართვა. ვერ დააგრძელებ? კი, თქვენთვის ავაგრძელებ.
ესე იგი რა არ ვცადე რა ქალბატონო სვეტა. Короче, პირველი ვცადე ქონი ვცადე დათვის. მერე ვცადე მეორე გლისენა. და აფთრის ხვიზლი ვცადე კიდე. და არაფრით არ მიიგდება რა. ხვავილები ცადე? ხვავილები აჩუქე? ხვავილები არ მიჩუქებია. მერე ერთხელ გეჩუქებინა და ეგრება შეგრიგებოდა. ეკიმო გონი ორიენტაციის პრობლემები მაქვს. დიახ, გისმენთ. გუშინ მაგალითად ქალი მომეწონა. დიდი მკერდი ქონდა. დღეს დილითაც 1-2 გოგოსკენ გამექცა თვალი. და ქალები თუ მოგეწონათ რა პრობლემაა? როგორ რა პრობლემაა ეკიმო? მიმოიხედეთ. ირგვლივ ხომ ამდენი ლამაზი მამაკაცია. მეშველება რამე ეკიმო. გთხოვ დამამშვიდ. და იმის მოვიფიქრეთ. საყვარელო, ლიფი მინდა რომ ვიყიდო. რა გინდა ამდენ ლიფს რო ყიდულო, მაინც არაფერი გაქვს. შენ რო ტრუსებს ყიდულობ? იჯო. ჩვენი მეზობელი როა ხო ჭრაგიზა? გუშინ გაუპატიურებას გადაარჩინა. როგორ? დავით ანხმებუში. ისეთი ღიმილი გაქვთ, ძალიან მინდა ჩემთან დაგვაყენოთ. სიამოვნებით. აი ეს ჩემი მისამართია. მე სტომატოლოგი ვარ. ასათიანი. წერეთელი. ტაბიძე. მარტო ჭავჭავაძე აიღე. სხვები სად იყვნენ, მე რომ ტაქსაობდი. მარტო ვაჟაფშაველაზე მე რო ჩორნი ხოდები და ჩიხები ვიცი. სხვები სად იყვნენ. არა, ყველა ჩამოსულმა ტაქსაობა დაიწყო. უკაცრავად, ბრაცი, ტაქსი არ გინდა? ვინავატი ვარ, ბოდიში ესე. აბადიეთ რა. ყრუ ვიყავი. ბრმა და ტბინი არ მქონდა თავში შენ რო გამოყევი ცოლად. ხედავ? როგორი ავატყოფი მოგიყვანე ცოლად და მადლობელიც არა. აი ამის სამარძე მიხვალთ. ტალახის აბაზანები გამოგიწერეთ. დიდი მადლობა. არაფრის. და მიშველის ეს ტალახის აბაზანები. შველით არ ვიცი, გიშველით თუ არა, მაგრამ მიწას კი მიგაჩვევთ. უკაცრავად, ჩემი ადგილია. აპატიეთ.